რაცვლებების შემოსმენების კანონში და ვის ექნება ეგრეთ წოდებული გასაღები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე პარლამენტს 3 თვეზე ნაკლები რჩება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს კამპანია ეს შენ გეხებას წევრებთან კონსულტაციები იმართება. ნინო სამყურაშვილი გვერდთვაა პირდაპირ ეთერში. ნინო, რაცვლებების განხორციელებას ითხოვს მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც ტექნიკურად შეასრულებს ქვეყანაში სასამართლოს შემდეგ და სასამართლოს ნებართვის შემდეგ ქვეყანაში ფარულ მიყურადებას და მოსმენას. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სრულად უნდა იყოს ეგრეთ წოდებული მოსმენების გასაღები გამოტანილი, რასაც მმართველი პარტიის წევრები არ ეთანხმებიან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული შუალედი უნდა იყოს, ოქროს შუალედი მოძებნილი იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. მოსმენების ტექნიკური აღჭურვილობა უნდა იყოს სწორედ იმ სტრუქტურის ხელში, რომელიც მაქსიმალურად დისტანცირებული იქნება ერთის მხრივ ძალოვანი უწყებებისგან და მეორეს მხრივ იქნება დამოუკიდებელი და იქნება კონტროლის ძალიან ეფექტური მექანიზმები. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი სააგენტო უნდა იყოს მთავრობისგან მაქსიმალურად დისტანცირებული და უნდა კონტროლდებოდეს ერთის მხრივ პარლამენტის მიერ და მეორეს მხრივ უკვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ. სააგენტო იქნება სტრუქტურა, რომელიც ტექნიკურად შეასრულებს მოსმენებს, ანუ მას არანაირი დაინტერესება არ ექნება მოაგროს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია სასამართლო განჩინების საფუძველზე, ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე. ეგრეთ წოდებული მოსმენების შესახებ კანონში პარლამენტს ცვლილებების შეტანის ვალდებულება აქვს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში მიიღო გადაწყვეტილება და კანონში ფარული მოსმენების შესახებ გარკვეული მუხლები არაკონსტიტუციურად ცნო. მადლობთ ნინო, ეს ნინო სამყურაშვილი იყო.